ახლა უნდა მოგიყვეთ როგორ გაპუტა ბაჩო ახლა სასამართლო. გუშინ იყო და მოიწვია პროკურორმა 2 მოწმე და ამ მოწმემ ამხილა ბაჩო სისხლის საბართლის დანაშაულში. როგორ იყო ეს სასაცილოობა და საწოდაობა? ჯერ მე ეს იგივე მოსამართლეა, რომელსაც წინაზე არავოდ ხალხო სახე მაქვს გასიებული, გაწითლებული და თვალები მაქვს ჩაწითლებული იმის გამო, რომ სეზონური ალერგია მაქვს ივნისში, მაქვს ხოლმე ბოლო 3 წელია ადრე არ მქონდა არასდროს და მეც არ მომწონს როგორ გამოვიყურები, მაგრამ ცოტა ხანი მოვიდა. ივლისში აღარ მექნება. ხო და ჯერ ვფიქრობდი ახლა რომ შემოვადა ისევ მეტყვის რო ადექიო, ავუდგე თუ არა და როგორ მოვიქცეთ ხო და მე მოვიფიქრე რომ ავუდგები ბაჩოს. და თუ რამე ისე მოხდა რომ ამან ისევ მითხრა ადექიო ან რამეო, ვეტყვი რომ მე თქვენ არ გიდგებით, ბაჩოს ვუდგებ მეთქი და ისე მოხდა რომ ბაჩო პირველი შემოიყვანეს და მე ავდექი. ბაჩოზე რო ავდექი, მე შემოიყვანეს უკვე მოსამართლე და უცებ დაჯექითო და კი ბატონო, დავჯექით უკვე. და ჩემი სინდიციც კამაყოფილია, რომ მოსამართლეს არ ავუდექი. ტრიუკი. ბიძინას ტრიუკები. ხო და თავიდან იყო ძალიან სასაცილო საყურებელი. როგორ ლაპარაკობდა ეს მოწმე ბჭყალებში დაზაპირებულ ტექსტებს და მე იყო ძალიან საინტერესო, როცა ბაჩომ დაიწყო ლაპარაკი და ბაჩომ დაიწყო მისთვის კითხვების დასმა. საქმე როგორ არის საერთოდ თავიდან ბოლომდე. წინა საქმე ის, სადაც ედავებიან 4 ოქტომბერზე და 4 ოქტომბერი შენ დაორგანიზეო, საწყლებო 4 ოქტომბერი რო ბაჩოს დაორგანიზებული იყო, ახლა არ იარსებებდა ხიხო. რო ყოფილიყო. ხო და შენ რო დაორგანიზეო ვითომო იმას რო ედავებიან, ის საქმე ხო დახურეს. და რო დახურეს, მერე დახურულ სასამართლოზე ილაპარაკა რაღაც 5 წუთიანი საუბარია. მისი გამოსვლა, რომელშიც ის ამბობს, რომ ბიჯინა ივანიშვილი უნდა დაემხოს. და ოღონდ იქ ჩვენ არ ვიყავით არავინ. იყო მარტო პროკურორი და მოსამართლე. და ოჯახის წევრები იყვნენ თითქოს, იმიტომ რომ მე არ ვიყავი და ვინ იყო კიდე შიგნით არ ვიცი. და რაღაცნაირად და რატომღაც მანდატურები ალბათ დახურულ სასამართლოებზეც არიან. და 3 მანდატურიც იქ იყო და ეს ამ მანდატურებს იყენებენ ახლა როგორც მოწმეებს. და თვითონ როდესაც ეს თქვა რომ უნდა დაემხოსო, იმ დღეს არც პროკურორს, არც მოსამართლეს თვითონ იქ მიმდინარე პროცესის დროს მისთვის შენიშვნა არ მიუციათ. არ უთქვამ თუ რას ქვია ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ასეთი რაღაცების ლაპარაკი და თქვენ ახლა ისა და ესა და არ შეუწყვიტენებიათ მისთვის სიტყვა. და რამოდენიმე დღის მერე თუ 1 კვირის მერე სუსიდან დაურეკეს ამ მოწმეებს, დაიბარეს და მიაცემინეს ჩვენება. ჩვენება როგორია? ჩვენება ისეთია, რომ ესეთი გამომძებელი სუსის ვიღაცა ტიპი ეკითხება, რომ ბაჩომ თქვაო, რომ სასამართლო, რომ ეს მთავრობა უნდა დავამხოთო? ეს პასუხობს კი. ანუ გამოკითხვის ოქმია ასე. მერე ბაჩომ ესო თქვაო? და ეს ისევ პასუხობს კი. და აი სულ 2 ფრაზაა. ოღონდ თვითონ გამომძიებელი რო ეკითხება ამ ვითომ მოწმეს ესე თქვაო, არასწორად იმეორებს ბაჩოს სიტყვებს. და იმასაც კი ის ათქმევინა, გამოდის რომ ანუ ცრუჩვენება მიაცემინა არასწორ ფრაზაზე. ეს ერთი საწყლობა და სასაცილოობა. მერე მეორე, თვითონ უკვე ბაჩომ რო დაიწყო ამ სასაცილო გოგოსთვის კი ერთი გოგოა, ერთი ბიჭი. ამ სასაცილო გოგოსთვის კითხვების დასმა
ისე აიჭრა ყველაფერი და ისე გაპარტახდა ეს გოგო და ისე გაიპუტა, პროკურორიც გაიპუტა, მოწმეც გაიპუტა, მოსამართლეც გაიპუტა და ისეთი აი თუ გაქვთ წაკითხული პლატონის დიალოგები აი ეს სასამართლო იყო პლატონის დიალოგები აღონ დაიჩენ რომ დამსწრე იყო პირველად დავესწარი პლატონის დიალოგებს აღონ პლატონის მაგიურად დიალოგები გამართა ბაჩო ახალაიამ უსასწაულესად საინტერესო მოსასმენია საუბრის დროს როგორ უგებს მახეებს ახლა ისედაც გასაგებია ყველაფერი რომ იტყუება და ახლა მე ადამიანი რომ ატყუებს ვეუბნები პირდაპირ იტყუები და ვამბობ ეს ტყუილია მაგრამ აი ადამიანები ვისაც შეუძლია აქიდან მოუხვიონ და ისე მოუხვიონ რომ თვითონ ვინც იტყუება იმან გამოააშკარავოს საკუთარი თავი აი ეს ჩაუტარა ბაჩომ და ნუ ამის იყო სრული მასტერკლასი მერთო მე ალბათ ასეთ ანუ სიტყვის პროფესიონალიზმს ალბათ ცხოვრებაში ვერ ამას რაღაცა ისეთი უზარმაზარი და ძალიან დიდი და ძლიერი ფსიქიკა ჭირდება მარტო განათლება ამას არ ყოფნის ამას ჭირდება დიდი მდგრადი სტაბილური და ძალიან ისეთი ძლიერი და არა ფეთქებადი და არა აფექტური ფსიქიკა მე უფრო ისეთი ვარ რომ უცებ ავფეთქდები დავახურავ თავზე ჩავდებ მიწაში აღელვების გარეშე ყველაფრის გარეშე ჯერ კითხვა ასე დაუსვა ისე დაუსვა და ეს ვინც კითხვი ანუ ამ ჩვენებას იძლეოდა ვიღაცა ვერონიკა ვიღაცა გვარი არ მახსოვს რუსული გვარი აქვს ხო ბიჭს ქართული გვარი აქვს ხო და თავის საწინააღმდეგო რაღაცეები ილაპარაკა იქვე და ეს იყო აი სასწაულად სასაცილო და ამ სასაცილოობას თან რო უყურებ თან ხო ან კომენტარის ერთხელ კი წამოვიძახეთ სრუჩვენება მეთქი კი რაღა გამაგდეს მაგის გამო მოსამართლემ ფეხზე ამაყენა თქვენი სახელი და გვარი დაასახელეთ და წესიერად მოიქცეთ თორემ ხო და მეთქი კაი მოვიქცევ წესიერად იმის მერე ანუ პირს ვერ ხარ ვაღებდი საერთოდ ვერაფერს ვერ ვამბობდი მაგრამ აი რო სახეებს ვკერავდი მე ამ სახეების დაკერვაზე ახლა ვერ მეუნება სახეებს ნუ კერავ მოსამართლემ მაგ ძალიან კი უნდა მაგრამ როგორ მითხრა შესაბამისი ფორმით დაჯექითო თუ შესატყვისი ფორმით დაჯექითო თუ მოკლედ რაღაცა სისულელე თქვა ვერ მეტყო და ახლა როჟობს ნუ კერავთ იმიტომ რომ ძალიან სასაცილო იქნებოდა და როდისმე თუ გამოქვეყნდა ამ იმიტომ რომ ანუ სადღაც საათნახევარი გრძელდებოდა ეს ყველაფერი და რთული მოსასმენი იქნება YouTube-ზე თან როცა ვერ ხედავ და მარტო ხმა ისმის შავ ფონზე ნამდვილად რთული მოსასმენია თან ზოგ ადგილებში ვერ გაიგებ ზოგ ადგილებში გაიგებ იმიტომ რომ მიკროფონები არ უმუშავებთ წესიერად მაგ სასამართლოში ხო და აი ესე მოგიყვებით ვიდრე მოგასმენინებთ ჯობია მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ძალიან სასაცილოა და ვერაფერს ვერ მოედავები და ვერაფერს ვერ მიაბამ რეალურ საქმეს მაინც კერავენ აი ძალიან უტიფრად ძალიან კი ღელავენ აი მაგალითად იმ მოწმეს ჭყალებში მოწმებს ეტყობოდა რომ განადგურდა აბსოლუტურად განადგურდა აი უბრალოდ აი იმსეთ შარში გაიყო თავი რომ მაგ შარს მთელი ცხოვრება ალბათ ვერ მოიშორებს გაიყო რა გააყოფინა სუსმა და ესეც აყვა რომ გადიოდა ისე გავარდა ტყვიასავით დარბაზიდან და განადგურებული იყო და სახეზეც ეწერა რომ განადგურებულია ფსიქიკა მოესპო და მთელი ცხოვრება აწი კოშმარებში და სიზმრებში უნდა დაესიზმროს აი როგორ იძლეოდა ჩვენებებს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ
თან ესეც ძალიან სასაცილოა, როცა რასაც პროკურორი ეკითხება, ყველაფერს ეძახის მახსოვს, კი ასე იყო, რასაც დაცვის მხარე ეკითხება, თვითონ ბაჩო ეკითხება, ყველაფერი არ მახსოვს, ვერ ვიტყვი, ზუსტად ვერ ვიტყვი, არ მახსოვს, ანუ ეს გამორჩევითი მეხსიერება რო აქვთ, ესეც ძალიან სასაცილო საყურებელია. პროკურორი ეკითხება, რომ სასამართლო 6 თებერვალს იყო? ის სასამართლო, სადაც თქვენ ეს გაიგეთო და ეს იძახის კიო. და როცა ბაჩო ეკითხება და სუსში როდის დაგიბარესო? თარიღი არ მახსოვს, დღე არ მახსოვს, ისიც კი არ მახსოვს, რა თვე იყო? აი წარმოიდგინეთ როგორი ის არის იქ ზუსტად ახსოვს, რომ სასამართლო 16 თებერვალს იყო და აი სუსში რო დაიბარეს ჩვენების მისაცემად, იქ არ ახსოვს. მერე ეს იძახის, ანუ ერთი იძახის, რომ სუსში მოვყერიო. ერთი მოწმე, მეორე მოწმე იძახის, არაფერი არ მომიყოლია, კითხვებს მისმევდნენ და მე ვპასუხობდიო. ანუ ისიც იტყუება, რომ მოყვა, იმიტომ რომ მოსაყოლი არაფერი არ ქონდა. სუსი ეკითხებოდა პირდაპირ. აი, შენ რო ეკითხებოდა კი რა შეიძლება პირდაპირ ასწავლი და აი შენ რო კითხავს პროკურორი, რომ ბაჩო ახლა აი ამას თქვა თუ არა, შენ უნდა უთხრა კი. მერე კიდე როგორი სასაცილო რაღაცა. დაცვის მხარე, როდესაც ისეთ კითხვას უსვამდა, სადაც პასუხი უნდა ყოფილიყო დაცვის სასარგებლო, იქ არასდროს არაფერი არ ახსოვდა, მაგრამ ისევე დაცვის მხარე, თუ ეკითხებოდა ისეთ რაღაცას, რაც ბაჩოს საწინააღმდეგოა, ანუ ისე თითქოს ბაჩო თავის საწინააღმდეგოდ გამოდის. მაშინ ახსოვდა. აი, ბაჩო ეკითხება, მოსამართლემ ასე მითხრა თუ არა? ესო გახსოვსო? არაო, არ მახსოვსო მოსამართლემ ასე თქვა თუ არა. და ბაჩო ებნება, და მე რომ მოსამართლეს ვუპასუხე, აი ასე რომ ვუთხარი, ეს იყო თუ ეს გახსოვსო? კიო, ეს მახსოვსო. აი, უსასაცილო ესია, უბრალოდ უსასაცილო ესი, მაგრამ ამ მთელ სასაცილოობაში კიდე უკეთესად და კიდე უფრო ჩანს, რამდენად გენიალურად მაგარია ბაჩო ახალაია. როგორც მიშა სასამართლოზე ჩანს, როგორი სასწაულად ჩაჯვები არიან და მიშას ხო აქვს ერთი ისეთი პროცესი, სადაც მოდიან ლელო გირჩი, გვარამია, მელია, ხოშტარია. რაღაცა ჯგუფური პროცესი როა. აი ხო ჩანს, როგორი არარაობები და ცარიელი ადგილები არიან. ყველა დანარჩენი და როგორი აბსოლუტურად გენიალურია მიშა არა მარტო იმათთან შედარებით, არამედ მთელ სისტემასთან შედარებით. აქაც იგივეა, ანუ როგორია ბაჩო და თავისი პროცესი როგორ მიყავს. არაფერს არ უარყოფს, ბოლომდე აჭერს, ყველაფერს ამბობს, რაც სათქმელია, არაფერს არ ერიდება, ყველაფერს სახეში ეუბნება, მოსამართლეს ეუბნება, შეუძლია უთხრას და პროკურორსაც, რომ ჩვენ რო ბიძინას დავამხობთ, თქვენ გასამართლდებით, ამას შეუძლია, რომ პირდაპირ ასე უთხრას მოსამართლეც ბჭყალებში. და ისინი გორამია ხოჭდა, აი ატარებენ ეს ხო ატარებს გენიალურობის და სიძლიერის მასტერკლასებს და ისინი ატარებენ აი ჩაჯმულობის მასტერკლასებს. ხომ მქონდა ერთხელ უკვე ესეთი ვიდეო, სადაც სასტიკა პირველად რო დავინახე ესენი, მე ხო იმათ პროცესებზე არასდროს არ მივლია. და ესენი მხოლოდ იმიტომ დავინახე, რომ მიშას პროცესში აღმოჩნდნენ. და იქ რო დავინახე, რამდენად სამარცხვინოები არიან, დავიშოკე უბრალოდ. და მე ეს დაშოკილი და აღშფოთებული ვიდეო ხო გადავიღე, აი საკუთარ თავს რო საკუთარ უკანალში იყოფენ. ისე ჩმორდებიან, ისე უძრებიან ტრაქში, ისე ელაქუცებიან, ეპირფერებიან მოსამართლეებს, პროკურორებს და ყველას, ვინც სისტემის ნაწილია. და ყველანაირად ოღონდ არ გაღიზიანდნენ და ოღონდ არ გააღიზიანონ ზედმეტად და ოღონდ რაღაცა და იქნებ რანაირად გამოძვრნენ. და ამის აბსოლუტური საპირისპიროა ბაჩო, რასაც აკეთებს თავის სასამართლოებზე.
კი არ უარყოფს, აი მაგალითად ვინმე სხვას რო ეთქვა, რომ ბიძინა დასამხობია, არ ვიცი როგორ მოიქცნეოდნენ. შეიძლება მეორე პროცესზე აელოკა და ეთქვა, რომ აფექტში ვიყავი და ძალიან გაბრაზებული ვიყავი და იმიტომ ვთქვი ასეთი რაღაცა. ბაჭო ყველაზე ეძახის. მოწმეები რატომ მოყავთო, რომ მე ეს ვთქვიო? მე თვითონ ხო ვამბობ, რომ მე ეს ვთქვიო. იმის მერე რამდენი პროცესიც იყო, ყველა პროცესზე იგივეს ვიმეორებო. ერთი პროცესის განმავლობაში 15 ჯერ ვამბობო, რომ ბიძინა დასამხობია და თქვენ მოყავთო მოწმეებიო, რომ იმათმა ვითომ მე თუ არ ვუარყოფ, რომ მე ეს ვთქვი, რა საჭიროა ეს მოწმეები, ეს ცირკს რატო დგამენ საერთოდ? მოკლედ ერთის მხრივ ტრაგიკულია, როდესაც ბონძღი რუსული სისტემა გენიალურ ადამიანებს ვითომ ასამართლებს, მეორეს მხრივ ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, რომ ასეთი გენიალურები და ძლიერები გვყავს, რომ შენ მათთან შეგიძლია ერთ ეპოქაში ხარ, მათთან შეგიძლია ლაპარაკი, შეგიძლია მოусმინო და ეს ყველაფერი შენ თვალწინ ხდება. ერთის მხრივ ტრაგედია, მეორეს მხრივ სრული გენიალობა. ერთის მხრივ კომედია, მეორეს მხრივ ტრაგედია. ახლა ის კანონი რომ მოიგონეს რაღაცა, რომ ვითომ უცხო ქვეყნის ისინი რომ უნდა მოხდილი თუ აქვთ რაღაცა ნაწილი. ძალიან სასაცილოა რა მოიგონეთ. ეს ხო ახლა მიშასთვის მოუწიათ ამ კანონის მოგონება. ამერიკელები აწუებიან, რომ მიშა გამოუშვით, ჩაატარეთ არჩევნებიო და ამათ ხო არ შეუძლიათ ეშინიათ. და სანამ იქამდე მივა საქმე, რომ ამერიკელები დაუწესებენ რაღაცა კონკრეტულ თარიღს, აი 15 ივლისამდე მიშა თუ არ სანამ აქამდე არ მივიდა, სანამ უბრალოდ ჯერ როგორ არის ხო ახლა ტრამპსაც იგივე ის აქვს ტექნიკა კი არა და იგივე წესები და ხო ვერ ვიხსენებ ახლა უცებ შესაბამის სიტყვას. ჯერ უბრალოდ ეუბნება თავის ოპონენტს, რომ ეს გააკეთე. ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ. მერე ეუბნება ეს გააკეთე 60 დღეში. და 60 დღეში გააკეთეო 3ჯერ ეტყვის. 60 დღეშიც რო არ გააკეთებს, მერე ეუბნება აი ამ დღის, აი ამ საათამდე თუ არ გექნება გაკეთებული, გიდღნამ დედის დრაგს. და მერე უდღნამს დედის დრაგს. აი კოცებზე ზეწოლა ჯერ აი ამ სტადიაშია, როდესაც უბრალოდ ეუბნებიან ეს გააკეთეთ. მერე მოვა დრო, რომ ეს გააკეთეთ 60 დღეში და მერე მოვა დრო, რომ აი ამას 15 ოქტომბრის 3 საათამდე თუ არ იქნება გაკეთებული, მე თქვენ მიყურეთო. აი სანამ ეს სტადია მოვიდა, ესენი წინასწარ მოიგონეს ახლა ეს კანონი, რომ უცებ მიშა აქიდან გააძეონ, მოაშორონ აქაურობას და მერე ვინც იქნება დარჩენილი იმ პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ და ჩაატარებენ ბედნიერად არჩევნებს მიშას გარეშე. აი ეს აქვთ მოფიქრებული კოცებს და ახლა თუ გონიათ რომ მიშა უკრაინიდან ან რამე სხვა ქვეყნიდან უფრო ნაკლებად მოუდღნობს ამათ დედის დრაგს, ძალიან ცდებიან. და ბაჩოზე ვნახოთ რას მოიფიქრებენ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩოსი არანაკლებ ეშინიათ ვიდრე მიშასი. ოღონდ ბაჩოს სხვა ქვეყნის მოქალაქე არ არის და ამ კანონით ვერაფერს ვერ უზამენ, რაღაცა ახალი კანონი ექნებათ ბაჩოსთვის მოსაფიქრებელი და რას მოიგონებენ და როგორ გამოვლენ მდგომარეობიდან, არ ვიცი. იმიტომ რომ ბაჩომ ამ თავისი პროცესებით არა მარტო კოცები გააპარტახა, დანარჩენი ვითომ ოპოზიციაც ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააყენა, აი ზუსტად თავისი პრინციპულობით და ზუსტად იმით, რომ ბოლომდე აწუება ყველაფერს, როდესაც ისინი თავში შევგავენ და ყველა ნაბიჯზე გარიგებაზე მიდიან და ყველა ნაბიჯზე თანამშრომლობაზე დებილი ზურაგირჩი ციხეში იმიტომ ჩაჯდა
რომ ვითომ წულუკიანის კომისიაზე არ მივიდა და ძალიან იკაცა ვითომ იმით რომ არ მივიდა და მე რომ გამოუშვეს გადაიხადა 30000, აი ძალიან მაგარია, აი სუპერ წინააღმდეგობა, 30000-ით კიდე რომ გაამდიდრე ქოცები. არ ჯობდა რომ იმ წულუკიანის იმაზე ცირკზე მისულიყავი და დაგეჯვა თავზე მაგ წულუკიანზე არ ჯობდა? ეს არ იქნებოდა უფრო მაგარი რაღაცა? აი ვინმეს რომ ბაჩო დაებარებინა, ახლა მაგას წულუკიანი ასით. მაშინ ბაჩო თავისუფლებაზე იყო. როდესაც წულუკიანის სამარცხვინო ცირკი მიდიოდა, ბაჩო ხო არ დაუბარებიათ, იმიტომ რომ ეშინოდათ ბაჩო იქ რომ მისულიყო, აწევდა ჰაერში ყველაფერს ერთად. იმას კი არ იტყოდა რომ მე იქ არ მივალ და ეშალ მეკადლება. მივიდოდა და გააპარტახებდა იქაურობას. ესენი არ მივიდნენ, იმიტომ რომ თავის იმედი არ ქონდათ. და ეშინოდათ რომ წულუკიანი ისე დაელაპარაკებოდა რომ ესენი გამოვიდნოდნენ სამარცხვინოები და ერჩივნათ რომ ციხეში წასულიყვნენ ვიდრე წულუკიანს გაეპაზორებინა მერე გამოვიდნენ ციხეში და გადაიხადეს 30-30000 ლარი. ძალიან მაგარია, აი ბრძოლა არ თქვა. ხო და ბაჩოც არ აწყობთ, ანუ ბაჩოს გარეთ ყოფნის პირობებშიც ესენი წესიერ არჩევნებს სათავისოდ უკვე ვერ ჩაატარებენ. აი იმ არჩევნებში 23 წლის, 24 წლის ბაჩო არ ჩაერია საერთოდ. და ახლა უკვე ასეთ კომფორტს არ შეუქმნის. და ასეთ თავის დებილ მოქმედებების ჭკუაზე სიარულის საშუალებას არ აჩუქებს. დავაკვირდეთ მოვლენებს, მოვლენების სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება და უკვე გვაქვს იმის საფუძველი, რომ კარგად ვიყოთ არა მარტო გეოპოლიტიკის ამბებზე და არა მარტო იმებზე, რომ ფაშინიანმა გაიმარჯვა, რომ იქ ორბანი მოდგნეს, რომ ირანი გაასწორეს მიწასთან, რომ უკრაინა იმარჯვებს, არა მარტო ასეთ რაღაცებზე შეგვიძლია გავიხაროთ, იმაზეც უკვე გვაქვს საშუალება რომ გავიხაროთ, რომ ქოცებს აწვევიან. და ქოცებმა რაღაცნაირად ძალიან რო არ ჩაიგდნონ თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ ამერიკის გასაპუტი იყოს, ახლა რაღაცა დასაძვრენ გზებს პოულობენ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად. ამ გასაძვრენ გზების ძიებაშია ჩერგოლეიშვილიც, გვარამიაც, მელიაც და დანარჩენი სამარცხვინო სუბიექტები. თუ ობიექტები? არა, ობიექტები. ესენი არ არიან პოლიტიკის სუბიექტები, ესენი არიან პოლიტიკის ობიექტები და ამ ობიექტებზე სუბიექტ ბიძინა ივანიშვილის მოქმედებებს ვუყურებთ ბოლო 14 წელი. უკრაინა იქნება დეოკუპირებული, საქართველო იქნება დეოკუპირებული, რუსეთი არ დარჩება შავ ზღვაზე, ქოცი გაპარტახდება. მომავალ შეხვედრამდე.